სახელითა მამისათა, დათისათა, დასულისა წმინდისათა. კორონავირუსის და თანამედროვე ადამიანის რწმენისა და ურწმუნოების შესახებ. წმინდა ნიკოლოზ სერბის და ღირსი იუსტინე პოპოვიჩის მიხედვით. ადამიანთა მოდგმის ღმერთისადმი ურწმუნოების ყველა სატირალ შემთხვევათა შორის ორი შემთხვევა წარმოადგენს ყველაზე მეტად სატირალს და წარმოუდგენელს გონიერი არსებისათვის. პირველი შემთხვევა დაკავშირებულია შეცნობის ხესთან, ხოლო მეორე სიცოცხლის ხესთან. პირველ შემთხვევაში ღმერთმა გააფრთხილა სამოთხეში მცხოვრები ადამიანების სატანის სასიკვდინე საფრთხის შესახებ. მეორედ მან უჩვენა ადამიანთა მოკტავ მოდგმას უკტავი ცხოვრება აღმდგარ ქრისტეში. როცა ღმერთმა უთხრა ადამიანს, რომ ისინი არ წასულიყვნენ სიკვდილზე, ისინი წავიდნენ სიკვდილზე. როცა ღმერთმა მოუწოდა ადამიანებს ცხოვრებაში, შესასვლელად მრავალმა არ ისურვა შესვლა. ყველა ადამიანს უყვარს სიცოცხლე, სიხარული, უნდათ უკტავება, სწადიათ სრულყოფილი ბედნიერება. მაგრამ როცა ღმერთი ყოველივე ამას მათ განუცხადებს და თავაზობს, ზოგიერთები აყოვნებენ და ეჭვობენ ტირილით და ვაებით სავსე ამა ქვეყნის მკვიდრნი, რომ არსებობს რაღაც სიცოცხლე, სამეუფო უკეთესი ვიდრე ეს. ეჭვობენ სიკვდილის ტყვეები, რომ შესაძლებელია არსებობდეს ღვთის უკტავი სამეფო. ეჭვობენ მატლების და მოხუხების თანაზიარნი, რომ ღმერთს შეუძლია გარდაქმნას ისინი მოკტავობიდან უკტავებად, ხსნადებიდან უხსნელებად, გახადოს ისინი მადლის მიერ ღმერთებად, წმინდა ანგელოზთა თანამოზიარეებად, თავისი ეკლესიის, თავისი ხორცისა და სისხლის ზიარების მეშვეობით. ქრისტეს მიმართ მრავალმა მორწმუნემ გამოხატა ეჭვი და მცირედ მორწმუნეობა აღდგომის ღამეს და მის წინა დღეებში, თავიანთ სახლებში დარჩენით. მათთვის ჯანმრთელობის შენარჩუნება ვირუსული ინფექციისაგან დაცვით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ქრისტესთან ყოფნა, ქრისტეს წმინდა ზიარების საიდუმლოსთან მიახლება. ქრისტე მეუფე, რომელმან დაითმინა ნერწვა, ღვრიმლისცემა, ეკლის გვირგვინი, შეურაცხყოფა, ჯვარზე ენით უთქმელი უნება, სიკვდილი და ბოლოს თავისი მკვდრეთით აღდგომით მოუპოვა ადამიანთა მოდგმას გამარჯვება მის სამ საშინელ მტერზე, ცოდვაზე, სიკვდილზე და ეშმაკზე. ზოგიერთებს მაინც შეეშინდათ ეკლესიაში მიცვლა და მასთან მიახლება, ამ გამარჯვების მიღება და მასთან თანაზიარება. ადამიანები დაეჭვდნენ, მიახლოვებოდნენ ჭეშმარიტი სიცოცხლის, უკტავების, ყოველგვარი სინჯანსაღის წყაროს, ქრისტეს, რის გამო, რათა არ დასნებოვნებულიყვნენ ვირუსული ინფექციით. მაგრამ ქრისტე არის შეუდარებელი და უდიდესი მკურნალი კაცობრიობის ისტორიაში, რადგან მან მისცა წამალი ადამიანებს ყველა ავადმყოფობა და ავადმყოფობისათვის, ანუ ცოდვისათვის, საიდანაც წარმოიშვება ყველა დანარჩენი დაავადება და ყველა სხვა ადამიანური სატანჯველი, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი. ეს წამალი თვით ქრისტეა, აღმდგარი და ცოცხალი უფალი. ის წარმოადგენს ერთადერთ საიმედო საშუალებას ცოდვისაგან განკურნებისათვის. თუ ადამიანები დღესაც სცოდავენ და იღუპებიან ცოდვებში, ეს არ ნიშნავს, რომ თითქოს ქრისტემ არ დამარცხა ცოდვა. არამედ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დღესაც ადამიანები არ იყენებენ ამ ერთადერთ წამალს მათი სასიკვდინე დაავადებისათვის. ესე იგი, ქრისტე, როგორც წამალი, მათთვის ჯერ კიდევ არასაკმარისადაა ცნობილი. ან თუ არის ცნობილი, ისინი რაღაც მიზეზის გამო არ ღებულობენ მას. ადამიანებს ესმით მაცხოვრის გამოუთქმელი შობის შესახებ, მისი წმინდა ცხოვრების შესახებ, მისი სასწაულების შესახებ, მისი ვნებების შესახებ და, რაც ყველაზე მთავარია, მისი აღდგომის შესახებ. ესმით, მაგრამ არ წამთ. ხედავენ და არა ხედვენ, ესმის და არა ესმის. თავისუფალი ნებით არ ზრუნავენ. ისინი რწმენის ღვაწლის მეშვეობით გადალახონ ამ ქვეყნიური ადამიანური ლოგიკა, რომელიც ისე ეყრდნობა მეცნიერებას, რომ მიმართულია ჭეშმარიტი რწმენის საწინააღმდეგოდ. აქ ჩანს ადამიანური ბუნების საშინელი დაზიანება გამოხატული რწმენის უკიდურესი სისუსტით, ხოლო თავის გრძნობათა ორგანოებს მიდევნებულნი და მორწმუნე მხოლოდ იმისა, რაც მისასტომია მგრძნობელობითი აღქმისათვის. რწმენაში სუსტი ეს ადამიანები თომა მოციქულის მსგავსად ამობენ, თუ არ დავინახავთ, არ ვირწმუნებთ და ბოლოს მიეცემათ მათ, რომ დაინახავენ და მაშინ იტყებდნენ ყოველი ტომნი ქვეყანისანი და იხილონ ზეკაცისაი. მაგრამ ისტორია მოწმობს ათასობით და ათასი ხმით, ვინც დაასხა ეს წამალი თავის სულს და მიიღო ის თავის ხელში, განიკურნენ და გახდნენ ჯანმრთელნი.
იცის უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჩვენი ბუნების უძლურება. ამიტომ უბრძანა მორწმუნეებს ეზიარონ მას როგორც საჭმელს და სასმელს პურისა და ღვინის გარეგნული საფარის ქვეშ. ეს გააკეთა კასტმოყარემ ადამიანებისადმი უსაზღრო სიყვარულის გამო. ოღონდ კი გაუვადილოს მათ ცოდვისაგან და ხრწნილებისაგან მაკურნებელ წამალთან მიახლოების შესაძლებლობა. რომელიც ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს ისსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადურიმულ არს და მე მისთანა. ვით არცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან და მეცა ცხოველ ვარ მამისათანა და რომელიც ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. ცოდველნი იკვებებიან ცოდვით და ცოდვის გამო მათში სიცოცხლე თანდათან იშრიტება, ხოლო ვინც იკვებება ცოცხალი უფალით, ჭეშმარიტად იკვებება სიცოცხლით და სიცოცხლე მათში უფრო და მეტად აღორძინდება, ხოლო სიკვდილი მცირდება და რაც უფრო მატულობს სიცოცხლე, მით მეტად აუტანელი ხდება ცოდვა. ცოდვის უშვერი და უბადრუკი სიტყვება იცვლება მათში ცხოველმწყობელი და სასიხარულო გამარჯვებული ქრისტეს სიტყვებით. უფალი ამბობს, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა, ანუ იმ ადამიანისათვის, რომელსაც მთელი გულით, მთელი არსებით, მთელი სულით წამს ღმერთკაცის, უფალი იესო ქრისტესი, მისი ყოვლის შემძლეობის. რა არის ადამიანი? ეშმაკთან ერთად სუსტი და უძლური, ხოლო ქრისტესთან ერთად სიძლიერე და ყოვლის შემძლეობა. ერთ ღმერთკაცობრივი ძალა ხდის ადამიანს ნამდვილს, ისეც, როგორიც უნდა იყოს ის და როგორი შესაძლებლობებითაც და მიზნებით შექმნა კი ღმერთმა. საკუთრივ ღმერთკაცი ეს ნამდვილი ადამიანია, ნორმალური ადამიანი. ამ ნორმამდე ყოველი ადამიანი აღწევს გაღმერთკაცებით, ღმერთკაცის რწმენაში განმტკიცებით. ხოლო ეს ნიშნავს ცხოვრებას ღმერთკაცით, იესო ქრისტეთი, იესო ქრისტეს გამო. თუ ადამიანი ღმერთკაცის რწმენის გარეშეა, მაშინ ყოველი ცოდვა მიაქნებს მას მარადიულ სიკვდილში. ღმერთის მიერ ადამიანი ამაღლდა ცოდვაზე, სიკვდილზე, ეშმაკზე, დროზე, სივრცეზე, ხრწნილებაზე, მთელ სამყაროზე და გახდა ღმერთი მადლის მიერ. ღმერთი ყოველივეს ანიჭებს იმ ადამიანს, რომელიც სრულიად საკუთარ თავს რწმენით მიუძღვნის ღმერთს. როგორც იყო ღმერთკაცთან, სიტყვა ღმერთმა მთელი თავისი თავი მიუძღვნა ადამიანს, სრულიად იქნა ადამიანი, რათა ადამიანმა თავისი თავი სრულიად მიუძღვნას ღმერთკაცს და ასეთი სახით სრულიად გახდეს ღმერთი მადლის მიერ. ადამიანს მოეთხოვება იმდენი, რამდენიც მიენიჭა მას. ამ მტკიცე რწმენის გარეშე ადამიანი ექცევა ბოროტების ზეგავლენის ქვეშ. მომდინარე ადამიანიდან და საუკუნეების მანძილზე თანამდევი მთელი ადამიანური ბუნებისა, ყველა ადამიანისათვის თანაზიარი, რომელმაც გამოჰჭედა ადამიანში თავისი საკუთარი ლოგიკა, სიბოროტის ლოგიკა. ამ ლოგიკის თანახმად ადამიანებს არ ჭირდებათ ღმერთი. თავისი მყოფობით ის მხოლოდ ხელს უშლის მათ. აუცილებელია ღმერთის მოშორება ადამიანური არსებიდან, ადამიანური ბუნებიდან, მთელი სამყაროდან. ეს სინდისის დაბნელება, გულის ავადობა, ნების სისუსტე და შებოჭილობა. ეს არის ცოდვიანობა და ოდითგანვე ადამიანთა მოდგმის მიდრეკილება ცოდვისადმი და მანკიერებისადმი, ნებისმიერი სიკეთისათვის სასიკვდილო განაჩენის გამომტანი, ხოლო პირველ რიგში უმაღლესი სიკეთისათვის, ყოვლად სიკეთისათვის, ღმერთისათვის. ეს ცოდვილი დაბნელებულობა მოქმედებს, ოპერირებს ადამიანთა ცნობიერებაში და სინდისში, როგორც მათთვის რაღაც განსაკუთრებით ნათესაური და მათი ბუნებიდან გამომდინარე. ამის სისტემურ გამართლებას წარმოადგენს სიბოროტის ლოგიკა, განსაკუთრებით ცხადად და მრავალი სახით გავამუშავებული იუდაში, ხოლო შემდეგ ინკვიზიციურ პაპიზმში. ამის შედეგად ჩვენ ხედავთ, როგორ ცდილობენ შეავიწროვონ დღეს ქრისტეს ეკლესია ვირუსული ინფექციის ნიღბის ქვეშ. ჩვენ გვესმის, როგორ მოქმედებს სატანური ლოგიკა, ნუ წახვალთ წირვაზე, ნუ წახვალთ ეკლესიაში, რათა არ დაინფიცირდეთ ვირუსით. გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი თანაგრძნობა და სიყვარული, დარჩით სახში. უმჯობესია განეშოროთ ქრისტეს, მოიშოროთ ქრისტე, გააძევოთ ღმერთი თქვენი სულებიდან, გულებიდან, გონებიდან, რადგან დარჩეს ადამიანი ღმერთის გარეშე. ეს არის ადამიანი, რომელიც ჯიუტად რჩება საკუთარი ადამიანური ბუნების ამარა. არ სურს რა მიუმატოს მას ღვთაებრივი ბუნება, გაამდიდროს იგი ღმერთით, განავრცოს, აქციოს უკტავად, განაღმრთოს, სრულყოს. ეს არის ადამიანი დარჩენილი საკუთარი ადამიანური სულის ამარა.
რომელსაც არ სურს მადლმოსილი გახადოს იგი სული წმინდით, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის სულის განახლება, ფერისვალება, განათლება და ასეთი სახით ცხონება, ხსნა ჯოჯოხეთისაგან. სხვა სიტყვებით, ეს შვინმიერი ადამიანია, ადამიანი ჰუმანისტური, სასუვებელი სუფთა ადამიანისა, ყოველგვარი ღვთაებრივის, უკვდავის, მარადიულის მინარების გარეშე. ეს ადამიანია ერთგული მიწის, თლად ჩაფლული მიწაში, ნიცშეს ზიადამიანის მსგავსად და რუსოს და ტოლსტოის ნატურალისტური ბუნებრივი ადამიანის მსგავსად. ეს ადამიანია, რომელიც ამტკიცებს, მე სხეული ვარ, ან მე გრძნობა და მხოლოდ გრძნობა ვარ, ან მე გონება და მხოლოდ გონება ვარ, ან მე ნება და მხოლოდ ნება ვარ, ან მე შრომა და მხოლოდ შრომა ვარ. ერთი სიტყვით ეს ადამიანია ღმერთის გარეშე, უღმერთო, წარმართი. ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, არ ღებულობს იმას, რაც ღვთის სულიდანაა. მისთვის ეს ყოველივე სისულელია, მონაჩმახი, უაზრობა და უგნურება. ამიტომაც ის არ ღებულობს უფალ იესო ქრისტეს, მის სახარებას და ყოველივეს, რაც მასთან მოაქვს და განაცხადებს. არ ღებულობს ის მის ღმერთკაცობრივ სხეულს, ეკლესიას, რომელშიდაც კაცთმოყარე უფალი განაგრძობს საკუთარ თავს მიწიერ სამყაროში საუკუნეების მანძილზე. შვინმიერი ადამიანისათვის ყოველივე ეს უგნურებაა. ყოველივე აქედან მას არაფრის გაგება არ შეუძლია. ღმერთკაცობრივს და ღმერთკაც ის ხომ ზომავს ადამიანით და ადამიანურით, ხოლო ღმერთკაცობრივი და ღმერთკაცი შეუდარებლად ვრცელია, ღრმაა და უსასრულოა ყოველივე ადამიანურზე, გონებაზეც, სულზეც, გულზეც, ძალაზეც, ბუნებაზეც, იმდენად ვრცელია, ღრმაა და უსასრულოა. რამდენადაც ღმერთია ვრცელი, ღრმა და უსასრულო ადამიანზე. ასეთი ადამიანი ჭირდებათ დღევანდელი მსოფლიოს ახალი წესრიგის დაგამყარებელ მოღვაწეებს. ასეთი ადამიანი, რომელმაც თავის გულში უკვე უარყო ქრისტე, მზად არის იმისთვის, რათა მიიღოს ანტიქრისტე. აღიაროს იგი ღმერთად და თაყვანისცეს მას. ამისთვის გაისმის დღეს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგები, რომლის განხორციელებასაც ხელს უწყობენ როგორც ხელისუფლების, ასევე სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელი. უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა ადამიანებთან, როცა რწმენა ადამიანებში იყო ძალიან სუსტი. შემდეგ კი ღვთის განგებამ მოაწყო, რომ უფლის აღდგომა ყოფილიყო მისასტომის სუსტი რწმენის ადამიანებისთვისაც. რატომ არ უთხრა ღმერთმა ცოტათი მეტი ადამს და ევას სამოთხეში, აკრძალული ხილის ჭამის საფრთხის შესახებ, რატომ არ წარმოუდგინა მათ არც ერთი მტკიცებულება იმისა, არამედ მხოლოდ მოკლედ წარმოთქვა აკრძალვა. ჭეშმარიტად იმისთვის, რომ ადამი და ევა მაშინ იყვნენ უცოდველი, როგორც უცოდველი იყვნენ ძლიერნი რწმენაში. ხოლო აღდგომა ქრისტესი ღმერთმა დაამოწმა მრავალი მტკიცებულებათა მეშვეობით და უფრო მეტიც აჩვენა ცხადად, რადგან ადამიანთა მოდგმა ქრისტეს აღდგომის დროს იყო ძალიან ცოდვილი და რწმენაში ძალიან სუსტი. დღესაც უჩვენა სუსტი რწმენის ადამიანებს უფალმა, ჩვენმა იესო ქრისტემ, მისი აღდგომის ჭეშმარიტება იერუსალიმის აღდგომის ცარიელ ტაძარში, ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლით და ასევე იმით, რომ დაანახა მათ მარტო მის, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ ეკლესიას, დედამიწაზე ებრძვის მთელი დემონური მსოფლიო. ამინ.